მოვითხოვთ რეფორმის გაწევას, ვიცავთ უნივერსიტეტების ავტონომიას ამ ლოზუნგებით იკრიბებიან ამ წუთებში სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, იგეგმება მსვლელობაც. შეკრებილები ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლებენ. სტუდენტები ქართული ოცნების განათლების რეფორმას აპროტესტებენ, რომელსაც დეფორმად მოიხსენებენ და რომლის მიზანი მათი შეფასებით ქვეყანაში აკადემიური სივრცის განადგურებაა. ნანო ჩაკვეტაძე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ნანო, თუ დაიწყო მსვლელობა და კიდევ რას მოიცავს მარშრუტი და რა განცხადებები კეთდება ადგილზე? ავტონომია უნივერსიტეტს სწორედ ასეთ შეძახილები ისმის ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც იკრიბებიან პროფესორები, სტუდენტები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან განათლების სფეროს სპეციალისტები, ემზადებიან მსვლელობისთვის, რომელიც წესით სულ ცოტა ხანში უნდა დაიძრას. პირველი გაჩერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება, ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეები უკვე გაემართებიან განათლების სამინისტროსკენ. გიჩვენებთ, როგორია ვითარება ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკორპუსთან. სტუდენტები, პროფესორები, განათლების სფეროს სპეციალისტები მოსულები არიან აქ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერებით, მოტანილი აქვს დროშები, ისმის აქ დრო და დრო შეძახილები, თავისუფლება უნივერსიტეტს, ავტონომიურობა უნივერსიტეტს, ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმა ჩვენთვის არის დეფორმა. სწორედ ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აკორპუსთან შეკრებილი მოქალაქეების მთავარი გზავნილი და მთავარი სათქმელი. დრო და დრო აქ შეძახილები ისმის, ხედავთ კადრში მოქალაქეებს მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ძირითადად ამ ბანერებზე გამოფენილია ის ფაკულტეტების პროგრამები, რომელიც ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით განათლების სისტემაში, ანუ დეფორმით, როგორც ამას სტუდენტები და პროფესორები უწოდებენ, უკვე გაუქმებულია, ან უახლოეს მომავალში გაუქმდება. აქციის მონაწილეებს გავესაუბრები, სტუდენტები არიან აქ ჩვენთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის. დავით მშვენიერაძე, დავიწყებთ. გამარჯობა, დავით, მოგვიყევი შენ შესახებ, რომელ პროგრამაზე სწავლობ, რომელ კურსზე ხარ? ეს რეფორმა, დეფორმა, როგორც ამას უწოდებთ, ბევრ სხვადასხვა პრობლემურ ნაწილს მოიცავს. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის კონცეფცია, შეცვლილი განათლების დაფინანსების წესი და ასე შემდეგ. თქვენთვის, პერსონალურად თქვენთვის, თქვენი კურსელებისთვის და თქვენი თანამებრძოლებისთვის, რა არის ყველაზე პრობლემური? თქვენ რა გაზიანებთ ყველაზე მეტად ამ დეფორმით? გამარჯობა, პირველ რიგში ჩემთვის, როგორც რიგითი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, ყველაზე ახლოს გულთან მოდის ის, რომ უნივერსიტეტს გვიუქმებენ და ეს არ არის შემსუბუქებული ნათქვამი, ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც გავართ და გვინდა რომ ის უნივერსიტეტი, რომელიც იდგა დემოკრატიის, თავისუფლების პრინციპებზე, არ შეიძლება რომ ის გაუქმდეს. მე ვარ პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტი, მესამე კურსზე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს პროგრამა საერთოდ უქმდება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მცირდება 30%-ით. ანუ აბიტურიენტებს, რომელსაც ჩაბარება მოუნდებათ იმაზე, რაზეც სწავლობდა ძალიან მომწონს, ამას ვეღარ შეძლებს ძალიან ბევრი სტუდენტი და ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნება ამით. იგივე ხდება სხვა დარგებზე, ჩემ ფაკულტეტზე და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა, ლექტორებმა, პროფესორებმა გაიაზრონ ამ ხელა საფრთხის წინასწარ გავარ და აი ხედავთ ალბათ როგორი ენერგია, როგორი რაღაც აი სტუდენტებს როგორ რაღაც ახალი мотиваცია გვაქვს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენ უნივერსიტეტებს. ბატონო, დიდი მადლობა. ალექსი მგვავასაც გავესაუბრებით, ისიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. თქვენს ფაკულტეტზე მოგვიყევით, სასწავლობთ და რა გაზიანებთ ყველაზე მეტად, რა ზიანი ადგება თქვენს პროგრამას, თქვენს ფაკულტეტს აი ამ განათლების დეფორმით და ირაკლი კობახიძე და გივი მიქანაძე მუდმივად ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს ცვლილებები ქართულმა ოცნებამ შემოგთავაზა და მიიღო, იმიტომ რომ გააძლიერონ განათლების სისტემა. რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის ეს და რა გვაქვს სინამდვილეში სახეზე? ეს საერთოდ არაა დამაჯერებელი. მე ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე, ასევე პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი გახლავართ. ჩემი ფაკულტეტი მოგეხსენება დაიხურა, აღარ არსებობს და შესაბამისად ეს პროექტი მაზიანებს მე და შემდგომში უკვე ზოგადად ის რომ უნივერსიტეტი იხურება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი საქართველოში, მიუღებელია ჩვენთვის როგორც მოქალაქესთვის და სტუდენტისთვის. ამიტომ იმაჩნია რომ უნდა ვიბრძოლო და არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ქართული ოცნება ჩეხავს განათლების სისტემას და ხურავს უნივერსიტეტებს ისე როგორც უნდათ. მხოლოდ იმიტომ რომ დაიმორჩილონ კრიტიკულად მოაზროვნეს სტუდენტები და გაყიდონ კორპუსები, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ბატონო, დიდი მადლობა. ლიკა, გამარჯობა, ლიკა ლოსტიფანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. აქ შენობების გაყიდვაზე საუბრობდა თქვენი მეგობარი და თანამებრძოლი. ესეც ერთ-ერთი мотиваცია ხომ, ამაზე დიდი ხანია უკვე სპეციალისტები საუბრობენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ძირითადად საბურთალოს ტერიტორიაზე ისტორიული შენობების შეწყიდვას სურს ქართულ ოცნებას. თუმცა ამის საპასუხოდ თავად ქართული ოცნების წარმომადგენლები, იგივე გივი მიქანაძე, ვინც თქვენ ბევრჯერ ახსენეთ, ამბობს, რომ სინამდვილეში ეს ცვლილებები ემსახურება განათლების სისტემის გაძლიერებას. თქვენთვის ეს რამდენად დამაჯერებელია?
შესაძლებელია საერთოდ უგჯერათ აი ამ мотиваციის რომ ეს мотиваცია აქვს ქართულ ოცნებას რაც უპირისპირებს ამ ცვლილებებს სტუდენტობა და ახალგაზრდობა ეს გითხრათ სტუდენტობა ყველაფერს გავაკეთებთ საერთოდ და ახალგაზრდობა რომ ეს რეფორმა ეს დეფორმა ქართულმა ოცნებამ არავითარ შემთხვევაში არ გაატაროს ეს მართლა ის მომენტი არის როდესაც აი სტუდენტები ბოლომდე ვიბრძოლებთ და ბოლომდე ვიდგებით გარეთ რომ დავიცვათ ჩვენი უნივერსიტეტი ჩვენ განათლება თუ უნივერსიტეტი გასაძლიერებელი იყო არსებობს სხვადასხვა გზები რომლითაც ისინი ამას შეძლებდნენ მით უმეტეს 13 წელი არიან ხელისუფლებაში და ძალიან დიდი დრო ჰქონდათ იმისთვის რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ თუმცა ვერ მოახერხა ეს არის ჩვეულებრივად სიბოროტე ეს არის სტუდენტების წინააღმდეგ მათ უნდა სტუდენტური ძალის თბილისში ჩახშობა იმიტომ რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მათ ასევე ძალიან დიდი ძალა დახვდათ და ჩვენ ამის საშუალებას არათუ შემთხვევაში არ მივცემთ, იმიტომ რომ ჩვენმა ლექტორებმა, აკადემიურმა პერსონალმა ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი ენერგია ჩართვა იმისთვის, რომ უნივერსიტეტი აქამდე მოეყვანათ. შესაბამისად, ილიასთან ნამდვილად ვერაფერს ვერ გახდებიან. ბატონო, დიდი მადლობა. ლიკა ლორდ-კიფანიძეს უსმენთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლაშა ჯანჯღავაც გავესაუბროთ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის ლექციებს კითხულობს. აუდიტორიებში ჯდომის დრო არ არის, ახლა უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და გავაპროტესტოთ დეფორმა. აი ესეთ შეძახილები ისმის აქ ლაშა, როგორც ამ უნივერსიტეტის ლექტორი და ლექტორი რა სიტყოდი, რა პროცესში ვართ ახლა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ეს პროტესტი თანამიმართულებით, თორემ უწყვეტი პროტესტი ის კარგახანია უკვე მიმდინარეობს. აი ეს რასაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვა ჰქვია. კი ბატონო, ეხლა ჩვენ ძალიან ისეთ ფუნდამენტური დაპირისპირების წინაშე ვართ, რასაც რავი საუკუნეებია ვხედავთ. ეს არის განათლებასა და გაუნათლებლობას შორის ბრძოლა. ხოცები იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში იყოს გაუნათლებელი თაობა და იყოს გაუნათლებლობა, ჩვენ კი ვიბრძვით იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ განათლება და საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, მოწინავე ქვეყანა განათლების კუთხით რეალურად, ხო? ამისთვის ვიბრძვით და ვფიქრობ, რომ არ გავჩერდებით და ბოლომდე მივიყვან დაწყებულ საქმეს რეალურად და ვერ შეგვაშინებს მაგალითად რა ვიცი ეს ჯარიმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მართლა აი საქართველოს მომავალი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და ამის დათმობა უბრალოდ შეუძლებელია არ შეიძლება. დიდი მადლობა ლაშა ჯანჯღავას უსმენთ ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია გიჩვენებთ კიდევ ერთხელ ვითარებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან ჭავჭავაძის გამზირზე უნივერსიტეტის კამპუსთან იკრიბებიან პროფესორები სტუდენტები არა მარტო ილიას არამედ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ცოტა ხანში აქ შეკრებილი ადამიანები მსვლელობით მარშით უკვე დაიძრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ აქცია ცოტა ხნით იქ შეჩერდება იქაც იქნება სიტყვით გამოსვლები განცხადებები ამის შემდეგ უკვე საპროტესტო აქცია გადაინაცვლებს განათლების სამინისტროსთან.